იქნება თქვენ შორის. ეს ტარო ძალიან მიყვარს. და მიხვდებით კიდევაც, რომ ვუვლი, რაღაცნაირად ვუვლი. და ძალიან კაი მდგომარეობაშია. მიყვარს ძალიან და ისეთ საინტერესო და გადატესტილი პასუხებია, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ტარო გადატესტილია. პასუხები ვიცი, რომელი ტარო ზუსტად რაზე გამცემს პასუხს და მე მინდა, რომ ეხლა ამ ადამიანმა პასუხი გავგზავნოს ჩვენ კონკრეტულად მის გრძნობებზე, თქვენს მიმართ. გრძნობა და მოქმედება, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. მოქმედებაში 3 კარტი დავამატოთ ჩვენ. ბავშვობას მაგვანებს ეს ფერთა გამა და რაღაც განსაკუთრებული ენერგიებია. ნახოთ, თქვენ შორს რა თქმა უნდა არის სიმპათია და გახარებთ ერთმანეთი. გრძნობა, ორი მაღალი არკანია. დიდი ხანია გრძნობა და სულმასული იგრძნო, მაგრამ იცი რა, მე ძალიან ხშირად მომდის მე ამ გაშლებიდან პასუხი, რა ქვია, კითხვა, აზრი რო არა აქვს ამ გრძნობას, ამ სულმასული რო იგრძნო, თითქოს შეიძლება თქვენ ორივე არ იყოთ თავისუფალი, ესეც აქ პრობლემა არის, ან ერთი ან მეორე. აი ძალიან დიდი პრობლემაა ეს. რაღაც სიტუაცია არის თქვენ შორის, რომელიც ამ გრძნობას ვერ ვითარებს და უბრალოდ დარჩა ისე, რომ სულმასული იგრძნო და რა თქმა უნდა ამ ადამიანს ძალიან დიდი ემოციები აქვს შენს მიმართ, იმიტომ რომ ორი მაღალი არკანია, ორი კარმული არკანია. ერთი სწავლობს და ვითარდება ამ ურთიერთობაში და მეორე ძალიან გვიან ხვდება ამ ყველაფერს, მაგრამ იცი რა არის, მაინც არ არის დრო დაკარგული, თუ დიდი ხანია იწელება მით უმეტეს ეს ურთიერთობა, რადგანაც უფრო მეტად დრო გავიდა, უფრო მეტად მიხვდა და გაიაზრა, რომ გაიფურჩქნა თითქოს ეს გრძნობა, მაგრამ რა ვიცი, მოქმედება აქედან გამომდინარე ეჭვმეპარება. ხო, ტყუილად არ მეპარებოდა ეჭვი. მოქმედება მაინც არ არის აქ. აქ შემიძლია ვთქვა, რომ მოქმედება არანაირი. არის გრძნობა, სულმასული იგრძნო და პირდაპირ გეტყვი, რომ მე ყოველთვის, როდესაც ფიქრს და გრძნობას ვშლი, საერთოდ ადამიანის ფიქრი და გრძნობა რაც არის, მე უკვე ხვდები მისი ფიქრიდან ადამიანს რა მოქმედება ექნება. ამიტომ მოქმედებაში რა თქმა უნდა არაფერი არ იქნება, შეიძლება არც არაფერი არ არის უკვე და ყველაფერი გაფუჭებულია, მაგრამ ერთ-ერთი შემიძლია ვთქვა, რომ გრძნობა არის და თქვენ ერთმანეთს გრძნობთ. აი ასეთი პასუხი არის აქ. მაგრამ მე მაინც გეტყვით ერთ რამეს. კარგია მაინც რომ გრძნობა არის. კი, მოქმედება არ არის, მაგრამ წარმოვიდგინე გრძნობაც რო არ იყოს, როგორი საწყენი იქნებოდა, მაინც თავარია გული რას გრძნობს გოგონებოდა, ამიტომ გული არ გაიტეხოთ არანაირად. მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.